ფანისკერტელის ქუჩაზე ჩამოშლილი კლდის მასივი გარემოსთვის მინისტრმა გიგო აგულაშვილმა დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ტერიტორიას შესაბამის სპეციალისტები სწავლობენ. ფანისკერტელის ქუჩაზე კლდის მასივი დღეს დილის 8 საათისთვის ჩამოიშალა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ერთ-ერთი კომპანია ამ ადგილზე კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მინისტრმა ტერიტორიის სიახლოვეს არსებული ახალი კორპუსი ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერა. შემდეგ რომ დააწერეთ ამას და დააწერეთ ასევე თარიღი. ხელს გვაქვს გარკვეული დოკუმენტები, გარკვეული დასკვნები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ცალკეულ შემთხვევაში ის ზომები, მაგალითად დაჯარიმება მშენებლის, როგორც ჩანს, არ არის შემაკავებელი ხასიათის და როგორც ჩანს, უნდა დადგეს საკითხი, რომ უფრო მკაცრები ვიყოთ და უფრო პიროსნულები ვიყოთ, რადგან ეს ყველაფერი დღეს, ხვალ, ზეგ პრობლემებს შეუქმნის ადამიანებს. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ მცხოვრებლებს პრეტენზია იმაზე, რამდენად არის ლეგალური და ნებადართული და შესწავლილი გეოლოგიურად აქ მშენებლობის დაწყება. მით უმეტეს გვერდით დგას 12-13 სართულიანი კორპუსი და კორპუსი იბზარება, თქვენ თვითონაც ნახეთ, ამ მდგომარეობაში გვაქვს სახლი. პლუს ამას თუ იგივე ფირმა აწარმოებს ამ მშენებლობას, რომელმაც ააშენა ეს კორპუსი, მით უმეტეს უფრო მეტი დანაშაულია, რადგან კორპუსი ჩამორებული არის და ხარვეზით არის აშენებული.